რუსთაველის თეატრში ანსამბლ მარგალიტის სოლო კონცერტი შეხვედრა საშობაოდ გაიმართა. კონცერტზე, რომელიც ანსამბლის 5 წლის იუბილეს მიეძღვნა, შესრულდა ხალხური და ქალაქური სიმღერები, ასევე ქართული საგალობლები და მსოფლიოში ცნობილი საშობაო სიმღერები. მარგალიტის რეპერტუარში შედის ქართული ტრადიციული მუსიკის სხვადასხვა მიმართულების ნიმუშები. ანსამბლი მარგალიტი 5 წლის გახდა, ულოცა პირველ პატარა ესეც საიუბილეო თარიღს და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ტიპის ესეთი გუნდები, ჯგუფები ვითარდებოდნენ, ემსახურებოდნენ ქართულ ხელოვნებას და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. იმედი მაქვს, რომ კულტურის სამინისტროსთან გააგრძელებენ თანამშრომლობას და ეს თანამშრომლობა უფრო და უფრო ნაყოფიერი იქნება. ახლა დავასრულეთ კონცერტი სახელად შეხვედრა საშობაოდ. მარგალიტის მე-5 წელია უკვე საიუბილეოდ მიმდინარეობს სახელწოდებით კონცერტები. ძირითადად შევასრულეთ ქართული ტრადიციული სიმღერა-საგალობლები, საკომპოზიტორო სიმღერები და არანჟირებები ანსამბლისეული ვერსიები. ტრადიციად ქცეული შეხვედრა საშობაოდ წელს ჩავატარეთ მე-5-ად. ამჯერად ჩავატარეთ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე და აქვე სანამ ვითხოვდეთ კონცერტის ემოციებში ვარ. მადლობა მინდა უთხრა კულტურის სამინისტროს ამ მხარდაჭერისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღე ჩვენთვის, იმიტომ რომ ანსამბლი მარგალიტი გახდა 5 წლის. მე მგონი მსმენელმა კარგად ასე ვთქვათ და ჩვენც კარგად ვისიამოვნეთ.